დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. ზევსი და მისი საყვარლები. რეჟისორი სილვენ ბერჟერი. ზევსი სამყაროს ყოვლის შემძლე მბრძანებელი. მან დაამარცხა ყველა მტერზე უსაზარლესიც კი, დედის გამოშური იძია და ყველა ომში გაიმარჯვა. მისი ძალაუფლება ვრცელდება როგორც მოკვდავებზე, ისე პანთეონის ღმერთებზე. მის დიად მმართველ საბჭოში 12 ღმერთი და ქალღმერთი შედის. დიადი ოლიმპიელები. თუმცა, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ზევსმა აღმოაჩინა, რომ მისი სამყარო თავდაყირა იდგა, ასე რომ მოუწია სამყარო გადაეკეთებინა, სუვერენიტეტის უფრო გაზომილი, უფრო დაბალანსებული ფორმა დაემკვიდრებინა. განაშესაძლებელია გქონდეს ძალაუფლება ვნების გარეშე, რომელიც გულთან ერთად სხეულსაც იმორჩილებს. სიმართლე ის არის, რომ ზევს ცდუნების ხელოვნება უყვარდა. სწორედ მრავალრიცხოვანი ცოლებისა და საყვარლების წყალობით ძალაუფლებას იმყარებდა. ზევსი ყოველი ლაშქრობის შედეგად ახალ ნადავლს ეუფლებოდა. ისინი, ვინც მას წვიმის, ხარის ან გედის სახელით იცნობდნენ, შობდნენ ნახევარღმერთებსა და გმირებს, რომლებმაც თავიანთი სახელი მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონს დაარქვეს. ზევსის სატრფიალო გატაცებანი თავგადასავლებზე მეტი იყო. ოლიმპოს ბრძანებელი სწორედ საყვარლების მეშვეობით იმტკიცებდა ძალაუფლებას. კანონებსა და წესებზე დაფუძნებულ მმართველობას ყველა უნდა დამორჩილებოდა. დარღვევა მკაცრად ისჯებოდა. გარკვეული გაგებით ზევსმა სიყვარული წესრიგს შეუთავსა. პირველი იყო მეტიდა. მეტიდა ზღვის მშვენიერი ნიმფა გახლდათ. ის წინდახედულებას, სიბრძნეს და ეშმაკობას განასახიერებდა. პირველ ყოფილ დროში, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ ჩასახვის პროცესში იყო, მისმა ფასდაუდებელმა რჩევამ ზევს საშუალება მისცა დედის გამო შური ეწია და დაძმა გაეთავისუფლებინა. შესაძლებელია თუ არა, რომ ოლიმპოს მბრძანებელს მისთვის ცოლობა მადლიერების ნიშნად ეთხოვა. მადლიერება ძალაუფლების მქონეთათვის არც თუ ძლიერი მოტივაციაა, არა. ზევს მეტიდა მოსწონდა, თანაც ძალიან, რაც შეეხება მეტიდას, უარს როგორ ეთყოდა. მას ხომ ხელს ღმერთების მბრძანებელის თხოვდა. ახალგაზრდა ნიმფა მოხიბლული იყო. ეს მისთვის დიდი პატივი გახლდათ. ამიტომ ცოლობაზე დათანხმდა და დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ მათ ნეტარებას საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ ერთ დღესაც ორაკულმა იწინასწარმეტყველა, რომ მეტიდა ქალიშვილის შემდეგ ზევს ვაჟს აჩუქებდა, რომელიც ისევე წაართმევდა ტახტს მამას, როგორც ზევსმა წაართვა კრონოსს. წარმოიდგინეთ, როგორ შეშფოთდა ღვთიური მბრძანებელი. იმის შიშით, რომ მსგავსი სცენარი აღარ განმეორებულიყო, როცა მეტიდა დაფეხმძიმდა, ზევსმა ის რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო შეჯიბრში გამოიწვია და მას სხვა არსებად გადაქცევა დაავალა. მეტამორფოზა ღმერთების ხშირი გასართობი იყო. მათ ხომ შეეძლოთ გარეგნობა ისე შეეცვალათ, როგორც მოესურვებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ მეტიდა წინდახედულების სიმბოლო იყო, სიფრთხილე ქარს გაატანა. უდარდელად გაიარა მეტამორფოზის სერია. ჯერ ლომად გადაიქცა, შემდეგ გარეულ ტახად, ცეცხლის ალად და ბოლოს ბუზადაც კი. ზევსმა შეაქო ყოჯაღ, მაგრამ შეგიძლია კიდევ უფრო პატარა არსებად გადაიქცე. მეტიდა აზარტმა შეიპყრო და კიდევ ერთხელ გარდაიქმნა, ამჯერად წყლის წვეთად. ზევსმა ის
აპლოდისმენტებით დააჯილდოვა და დაუყოვნებლივ გადაყლაპა. თუმცა ეშმაკობის ქალღმერთის გადაყლაპვა იულად არავის შერჩება. მალე ზევსი აუტანელმა თავის ტკივილმა შეიპყრო. ტკივილი ისეთი ძლიერი იყო, რომ ეგონა თავი გაუსკდებოდა. მისმა ვაჟმა ჰეფესტოსმა, მჭედელთა ღმერთმა, მასთან შეშინებულმა მიირბინა. მამას ჩაქუჩი ჩასცხო და თავის შუაზე გაუპო. და მოხდა სასწაული. ქალიშვილი, რომელსაც მეტი და მუცლით ატარებდა, ღმერთების ხელმწიფის თავიდან ამოწვრა. მისი სახელი იყო ათენა. ათენა, ომის ქალღმერთი და ქალაქის მცველი. ის ქვეყანას მთელი თავისი ბრწყინვალებით მოევლინა, მუზარადით და შუბით, ბრძოლისთვის შემართული. როცა რეამ, ზევსის დედამ, შვილის ვნებიან მიდრეკილებათა ამბავი შეიტყო, იგრძნო, რომ რომანტიკული და სექსუალური მერყეობა მას კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანდა. ამიტომ ზევს ხელახლა დაქორწინება აუკრძალა. აუკრძალა? როგორ გაბედა? დაავიწყდა, რომ სამყაროს mbრძანებელს ელაპარაკებოდა. ზევსმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და დედას გაუპატიურებით დაემუქრა. რეას არ შეშინებია. ის გველად გადაიქცა და შვილზე თავდასხმისთვის მოემზადა. ზევსიც ასე მოიქცა. მამალ გველად იქცა. დედამისი გაუხსნელი კვანძით შებოჭა და მუქარა აასრულა. დედის მოშორების შემდეგ ზევსს ბევრი დრო აღარ დაუკარგავს და მაშინვე ახალი ცოლი შეარჩია. ეს არ იყო ნებისმიერი ქალი. მეტი და სწყალობით ზევსმა წინდახედულება და ეშმაკობა შეიძინა. ახლა მას აკლდა მართლმსაჯულების და სამართლიანობის შეგრძნება. ზევსმა თვალი დაადგა თემიდას, ტიტანს. თემიდა სამართლიანობის ქალღმერთი გახლდათ. მას და ზევსს 15 საერთო შვილი ეყოლათ. თავდაპირველად შეეძინათ 3 ასული. ჰორები, რომლებიც სეზონთა ცვლას აკონტროლებდნენ. შემდეგ კიდევ 3 ქალიშვილი, რომლებიც ოლიმპოს მახლობლად ერთ-ერთ მიუვალ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. სამი უმშვენიერესი ასული ცარიელი თვალებით. ისინი ყველგან ერთად დადიოდნენ. ერთმანეთთან ძაფით იყვნენ გადაბმულნი და უბრალო ქსოველებს გავდნენ. მათი სახელების ხსენებაზე მოკვდავებით და ღმერთებიც კანკალებდნენ. კლოთო ძაფს რთავდა. ლაკესისი ძაფის სიგრძეს ზომავდა. ულმობელი ათროპოსი ძაფს ჭრიდა. ძაფი ცხადია, სიცოცხლის სიმბოლოა. ის განსაზღვრავდა როგორც მოკვდავთა, ისე ღმერთთა სიცოცხლის ხანგრძლივობას. სამქალწულს ბერძნები მოირებს, მოგვიანებით კი რომაელები პარკებს უწოდებდნენ. მათი გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არავის ჰქონდა მისი შეცვლის ძალა. მათ უპირატესობას ზევსიც აღიარებდა და მათთან დაპირისპირება არასდროს გაუპედავს. მოირები ბედის წერას გამოხატავდნენ. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ზევსმა თემიდა უარყო, თუმცა გვერდიდან არ მოუშორებია და მისგან რჩევებს იღებდა. აქამდე საყვარელმა ქალებმა მას წინდახედულება, ეშმაკობა და სამართლიანობა მოუტანეს. თუმცა რა არის მეფე დედოფლის გარეშე? დედოფლის არჩევის დრო იყო. ის მისივე ოჯახიდან უნდა ყოფილიყო. ინცესტი ღმერთების სამყაროში უცხო არ იყო. ზევსის მესამე ცოლი გახდა არც მეტი არც ნაკლები მისი და, ქალღმერთი ჰერა. ის სასტიკი, ფეთქებადი
და საშინლად ეჭვიანი გახლდათ. და-ძმა საიდუმლოდ კუნძულ სამოსზე დაქორწინდა. სინამდვილეში ზევსი ჰერასთან საკუთარ მახეში გაება. თავიდან ჰერა თავის ზრახვას მალავდა. ზევსი მის შეცდენას ამაოდ ცდილობდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჰერას პატარა ჩიტის სახით მოევლინა. ჩიტი ბუდიდან იყო გადმოვარდნილი და სიცივისგან კანკალებდა. ამ სანახაობამ ჰერას გული აუჩუყა. ჩიტი აიყვანა და გასათბობად გულში ჩაიკრა. ამ დროს ზევსმა პირვანდელი სახე დაიბრუნა და მისი გაუპატიურება სცადა. ჰერამ განუცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დანებდებოდა, თუ ზევსი ცოლად შეირთავდა. რადგან ზევსს ვნების დაავოკება არ შეეძლო, დათანხმდა. მშვენიერმა ქალღმერთმა კი მიცემული პირობა მალევე შეახსენა. უნდა ითქვას, რომ ჰერას არაერთი ღირსება ჰქონდა. მისი სილამაზე ოდნავ მკაცრი იყო, თუმცა საკუთარი გარეგნობით ამაყობდა. ჰერას თეთრ მკლავებიან ქალღმერთს უწოდებდნენ. მასზე უარის თქმა შეუძლებელი იყო. ჰერასთან ქორწინება ზევსისთვის ნაძალადევი იყო. ამიტომ ცოლის სილამაზის მიუხედავად, მას ახალი სიყვარულის ძებნა არ შეუწყვეტია. ზევსს კონკრეტული მიზანი ჰქონდა. როგორც სამყაროს მმართველს, მას ბუნების სხვადასხვა ელემენტთან კავშირი სჭირდებოდა, მაგალითად, წყალთან და ზღვებთან. მაინც სად გაიცნო ზევსმა ევრინომე, ოკეანიდის უფროსი ქალიშვილი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისიც სხვების მსგავსად ზევსის ხიბლს დამორჩილდა და 3 ასული აჩუქა, სახელგანთქმული ქარიტები, სრულყოფილი ხორციელი განსახიერება, სილამაზისა და მოხდენილობის 3 ქალღმერთი. მოგვიანებით ზევსმა ზუსტად 9 ღამე გაატარა კიდევ ერთ ტიტანთან, მშვენიერ მნემოსინესთან, იგივე მეხსიერებასთან, რომელმაც მას 9 ქალიშვილი მუზები აჩუქა. მუზები ხელოვნებას წარმოადგენდნენ და თითოეულ მუზას თავისი განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. ჭორბეტყველება, ისტორია, პოეზია, მუსიკა და ასე შემდეგ. მუზები დროის ერთ ნაწილს ატარებდნენ ოლიმპოს მთაზე, სადაც ღმერთებს თავიანთი ნიჭით ართობდნენ. მეორე ნაწილს კი ჰელიკონის მთაზე, სადაც როგორც ამბობენ, პოეტური შთაგონების წყარო მდებარეობდა. ღმერთებს შორის იყო ერთი ქალღმერთი, რომლის მშვენიერებაც ენით აღუწერელი და საიდუმლოებით მოცული გახლდათ. ეს იყო ღამის ქალღმერთი ლეტო. ზევსს ის სურდა. თანაც დიდი ხანი. ასევე უნდოდა ბიჭი, ლამაზი ბიჭი, რომელიც სინათლის, მუსიკის და პოეზიის ღმერთი უნდა გამხდარიყო და ეს ბიჭი მისთვის ღამის ქალღმერთს უნდა ეშვა. ნუ თუ დაავიწყდა თავისი შურის მაძიებელი და ეჭვიანი ცოლი ჰერა. ლეტო ზევსის საყვარელი იყო, რომელსაც პერიოდულად კეთილგანწყობით აჯილდოებდა. სულ მალე ის ტყუპებზე დაორსულდა, თუმცა ქმრის ახალი თავგადასავლით გაღიზიანებულმა ოლიმპოს დედოფალმა საბრალო ლეტოსთან დედამიწის სიღრმიდან ამომძვრალი საზარელი ურჩხული პითონი გააგზავნა. ჰერამ ასევე ბრძანა, რომ ლეტოს ვერ უნდა ეპოვა მოსვენება ვერსად, სადაც კი მზეანათებდა. უბედური ქალღმერთი იძულებული გახდა დაუსრულებლად ეხეტიალა მთელი საბერძნეთის გარშემო, სანამ საბოლოოდ არ მიაღწია ეგეოსის ზღვის პატარა კუნძულს, რომელიც თავშესაფრის მიცემაზე დათანხმდა. იმ დროს უკვე მშობიარობის ტკივილები ჰქონდა დაწყებული. ლეტომ შვა გოგონა, არტემიდა და ბიჭი
აპოლონი. ზევსის მაძიებელი მზერა მხოლოდ ქალღმერთებს არ იღებდა მიზანში. ღმერთების ღმერთის გულს მოკვდავი ქალებიც იპყრობდნენ. ეს კი უფრო მეტ თავსად ეხსაჩენდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ღმერთებისა და მოკვდავების კავშირი აკრძალული იყო. და მეორე, მოკვდავ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის ღვთაებრივი დიდებულების დანახვა. მაგრამ ზევსს თავდავიწყებით შეუყვარდა ერთი ქალი დედამიწაზე. ის თებეს მეფის ქალიშვილი იყო. მისი სახელი გახლდათ სემელე. ზევსს სხვა გზა არ ჰქონდა და მის მოსახიბლად წარმოსადეგ პრინცად გარდაისახა. მხოლოდ ასე შეეძლო ადამიანის თვალს ღმერთის დანახვა. მაგრამ ჩვენი ღვთაებრივი მექალთანა ჯერ კიდევ ჰერაზე იყო დაქორწინებული. ის კი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ქმრის ურთიერთობას სემელესთან. ჰერას თვალის დახუჭვა ერთი წამითაც არ უფიქრია. ის გარდაისახა სემელეს ყოფილ აღმზრდელად, მოხუც ქალად, რომელიც სემელეს უყვარდა და ენდობოდა და მის სანახავად წავიდა. ორსული სემელე უკვე მშობიარობდა. ეს კაცი, რომელიც ამბობს, რომ ზევსია, უთხრა მოხუცმა აღმზრდელმა. დარწმუნებული ხარ, რომ თვითმარქვია არ არის? თუ ასია, მოსთხოვე თავისი რეალური სახე გაჩვენოს. თუ შენი საყვარელი მართლაც ზევსია, უთხარი დაგიმტკიცოს და შენ წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით წარდგეს, ისეთი, როგორიც ღმერთებთან არის. ამ სიტყვებმა სემელეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ეჭვმა შეიპყრო. შეიძლებოდა ეს კაცი, მისი საყვარელი, მართლაც ზევსი ყოფილიყო. შემდეგში, როცა ერთმანეთს შეხვდნენ, სემელემ მას რეალური სახის ჩვენება სთხოვა. ზევსი უარზე იყო. კარგად იცოდა ამას, რაც მოჰყვებოდა. სემელემ არ დაიშალა. ზევსი ჯიუტობდა. თუ ასეა, დაემუქრა სემელე ზევსს, ჩემს საწოლში შენი ადგილი აღარ არის. სემელეს სურვილით დაბრმავებული ზევსი დანებდა. სემელე გაოცებით და მოწიწებით შეჰყურებდა. ზევსმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა. მოკვდავთა თვალით ის ჭექა ქუხილი და ელვა იყო. მთელი სასახლე ცეცხლის აალში გაეხვა. მასთან ერთად საბრალო სემელეც. თუმცა სანამ ცეცხლი ბოლომდე იმსხვერპლებდა, სემელემ ბავშვის გაჩენა მაინც მოასწრო. ბავშვი ცეცხლს სასწაულებრივად გადაურჩა. ბიჭი იყო. ზევსმა ახალშობილი თან წაიყვანა. მისი სახელია დიონისე. აშკარა იყო, ზევსს მოკვდავებთან დაწოლა მხოლოდ 1000 გვარი ხრიკის გამოყენებით შეეძლო. ის ხან არწივად გადაიქცეოდა, ხან ბატად, ხანაც ოქროს წვიმად. ამდენი გარდასახვა სჭირდებოდა სიყვარულით თკბობისთვის. ერთხელ, როდესაც ზევსმა სანაპიროზე მოთამაშე მშვენიერი ახალგაზრდა ქალი დაინახა, გული კიდევ ერთხელ აუჩქარდა. ის პრინცესა იყო, აზიის სანაპიროების ხელმწიფის ასული. როგორ უნდა გაეცნო? გოგონა თავის ფარას საძოვრებისკენ მიუძღოდა. ზევსი ხარად გადაიქცა. თვალის მომჭრელ ხარად, თოვლივით თეთრი ბეწვით, ყრივი კისრის კუნთებით და კამკამა ბრილიანტზე უფრო გამჭვირვალე უზარმაზარი რქებით. ცხოველი იმდენად მშვენიერი იყო, რომ ქალწული მას მოსაფერებლად მიუახლოვდა. ხარმა ქალს ფრთხილად დაადო მკერდზე თბილი დრუნჩი, შემდეგ კი მის ფერხთით დაიჩოქა. პრინცესას გამბედაობა შეემატა. მსახურების წინააღმდეგობის მიუხედავად, ის ხარს ზურგზე შემოაჭდა. ხარი დაუყოვნებლივ წამოხდა და ნაპირისკენ გაქუსლა. მან სწრაფად გადაცურა ზღვა და უიღბლო ქალწული კუნძულ კრეტაზე ჩაიყვანა. ჩასვლის შემდეგ ზევსმა ისევ ადამიანის სახე მიიღო და სურვილი დაიკმაყოფილა. აზიელ პრინცესას, რომელიც ამიერიდან კრეტაზე დასახლდა, ევროპე ერქვა.
მადლიერების ნიშნად, იმისთვის რომ ცხოველმა პრინცესას გატაცების საშუალება მისცა, ზევსმა ხარს ვარსკვლავთა შორის მიუჩინა ადგილი. თვალების ზეცას მიაპყარით. აქედან არც ისე შორსაა დიდი დათვის თანავარსკვლავედი. მისი ნამდვილი სახელია კალისტო. ბერძნულად კალისტო ყველაზე ლამაზს ნიშნავს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზევსს ეს ნიმფა თავდავიწყებით შეუყვარდა. თუმცა ერთი წინაღობა იყო, ის ქალღმერთ არტემიდას ერთ-ერთი მხევალი გახლდათ. არტემიდა ნადირობისა და უბიწოების ქალღმერთი იყო, ამიტომ კალისტოს უმანკოების ფიცი ჰქონდა დადებული. მასთან ან მის კომპანიონ ქალწულ მონადირეებთან მიახლოება ყველა კაცს აკრძალული ჰქონდა. უკანასკნელი კაცი, რომელმაც ეს წესი დაარღვია, მონადირე აქტეონი, სასტიკად დასაჯეს. არტემიდამ ის ირმად გადააქცია და თავისივე ძაღლებს დააგლეჯინა. ზევსი საფრთხეს აცნობიერებდა. მისთვის გვერდისავლას აპირებდა. ვის ენდობოდა კალისტო ყოველგვარი ეჭვის გარეშე? ცხადია ქალღმერთს, რომელსაც ემსახურებოდა, თავად არტემიდას. ამიტომ ტრფობის ობიექტს ღვთაებრივი მონადირის სახით გამოეცხადა. და აი, მის წინაშე იდგა ქალი. კალისტომ თავისი ქალბატონი შეიცნო, რომელიც თვალებით ჭამდა და ვნებიანად ეფერებოდა. კალისტო ცალ-ცახმა აიტანა, შემდეგ კი დანებდა. განვლო რამდენიმე თვე. კალისტომ შენიშნა, რომ მუცელი უჩვეულოდ ეზრდებოდა. რა ხდებოდა? ნუ თუ შესაძლებელი იყო ქალისგან დაფეხმძიმება. კალისტომ მალევე მიხვდა, რომ ზევსმა მოატყუა. არტემიდას ეს ამბავი რომ გაეგო, აღსასრული ელოდა. შეშინებული კალისტო ყველანაირად ცდილობდა ფეხმძიმობა დაემალა. იშვიათად ჩნდებოდა, უფრო და უფრო ფართო სამოსს იცვამდა. თუმცა ერთ დღეს, როცა მდინარეში ბანაობდა, ნამდვილმა არტემიდამ სიმართლე შეიტყო. კალისტო გზას ასცდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ღმერთმა შეაცდინა თუ მოკვდავმა. ის უნდა დასჯილიყო. როგორც კი ზევსმა ქალღმერთის რისხვა იგრძნო, კალისტოს დაუბადებელ შვილზე აღელდა. თავისი საყვარელი მაშინვე დათვად გადააქცია და მთებში გახიზნა. თუმცა არტემიდას შესაძლებლობა სათანადოდ ვერ შეაფასა. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ნადირობის ქალღმერთი იყო, განა მისი ატრიბუტები, შვილდი, ისარი და კაპარჭი არ იყო? არტემიდას კალისტოს საპოვნელად სულ რამდენიმე საათი დასჭირდა. დაინახა თუ არა, უყოყმანოდ დათვს გულში ისარი ესროლა. კალისტო კვდებოდა. ზევსმა ჰერმესი, ღმერთების ერთგული მაცნე, კალისტოსთან გაგზავნა, რათა უკიდურეს შემთხვევაში მისი შვილი გადაერჩინა. ბიჭს არკასი დაარქვეს. ის მომავალში არკადიის მეფე გახდა. რა ბედი ეწია საბრალო კალისტოს? ზევსის არ დავიწყებია. მისი სხეული ზეცა დაამაღლა და დიდი დათვის თანავარსკვლავედად აქცია. ზევსის სასიყვარულო თავგადასავლები არ სრულდებოდა. ის ცდილობდა ქალღმერთებისგან შეეძინა ყველა ის სათნოება, რომლებიც აკლდა, თუმცა ასევე დროს უთმობდა სილამაზის, სუფთა და მარტივი სილამაზის ძიებას სიამოვნებისთვის, სადაც კი მიაგნებდა როგორც ქალღმერთებს, ასევე მოკვდავებს შორის. მართალია ზევსი ოლიმპოს mbრძანებელი იყო, თუმცა როცა საქმე სიყვარულს ეხებოდა, საკუთარ ვნებებს მოკვდავებზე უკეთ ვერ უმკლავდებოდა. ის ღმერთების მეფე საოცრად ადამიანური იყო, ზედმეტად ადამიანურიც კი.
გახმოვანებულ